მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადრის პოლიტიკა, რადიო სივრცეზე FM 98-სა და 5-ზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემის მეორე სეზონს, რომელიც ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მის საქმიანობას. თბილისის დროით ზუსტად 14 საათი და 10 წუთია. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ქართული ოცნებიდან დეპუტატი უკვე მე-11 მოწვევის პარლამენტის, მანამდე მე-10 მოწვევის პარლამენტის ირაკლი ზარქვა, რომელიც კიდევ უფრო მანამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი. დღეს 31 ივლისია, ზაფხულის მეორე თვის ბოლო დღე და დღეს იქნება თაწმინდაზე ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენა. საღამოს 9 საათზე დაიწყება ეს ღონისძიება, ჩვენ იქ გავემართებით საღამოს. მანამდე კი ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ერთად ვილაპარაკოთ თბილისზე, მის მერზე, საქმიანობაზე და იმ ცვლილებებზე, რაც თბილისში ბოლო უკვე რამდენი 8-9 წლის განმავლობაში განხორციელდა, ზოგადად არჩევნებზე, ოპოზიციის როლზე, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და კონკრეტულად უკვე ამ არჩევნებზეც და იმ ძირითად მოვლენებზე, რომელიც ზეგავლენას ახდენს საქართველოზე. შესაბამისად, ჩვენ დავიწყოთ პირველ რიგში თბილისით. რას ნიშნავს კახა კალაძის მესამე ვადით თბილისის მერობა? უბრალოდ ყოვლისა მადლობა გურამ მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს. ხო, თბილისისთვის მესამე ვადით კახი კალაძის წარდგენა ეს ნიშნავს, რომ დაიმსახურა ამ კაცმა. დაიმსახურა თავისი საქმიანობით, თავისი მიდგომებით, თავისი ხელწერით, თავისი პრინციპებით, რაც დედაქალაქისთვის მისაღებია და აუცილებელიც არის და რა არის ეს პრინციპები. ეს არის მე მახსოვს 2017 წელს, როდესაც კახი კალაძე და მოვიდა მერად დედაქალაქში. მაშინ ჩვენ საკრებულოს, ასე ვთქვათ, საკრებულოში გახდით და მთავარი რაც იყო, რომ უფრო მეტად გავამწვანოთ თბილისი. უფრო მეტად მოხდეს გარკვეული ჩარჩოები, თამაშის წესები, მათ შორის მშენებლობის წესები, რომელიც მივიღოთ და დავნერგოთ და შემდეგ ეს დავიცვათ. ამას მოყვა ის, რომ სატყეო ზონა, რომელიც საერთოდ გამქრალი იყო ურბანული ქსოვილიდან, დედაქალაქის, იცით თქვენ რატომაც, იმიტომ რომ იქ მე ხდებოდა ხან რეკრეაციულ ზონაში, ხან მაშინ როცა სატყეო ზონა იყო, ასე ვთქვათ, უგულავას დროს მშენებლობები, მანამდეც და უბედურებები ხდებოდა. ამიტომ პირველი რაც იყო, ეს იყო, რომ მივიღეთ გენერალური გეგმა. ამას მოყვა თავისი, გახსოვთ თქვენს ჯაბასი, თავისი ჩასაფრებულებიდან, გარკვეული ჯგუფები, მათ შორის პოლიტიკური ნაწილიდან, მათ შორის რადიკალებიდან, არასამთავრობოებიდან, მთელი რიგი ხელისშეშლის პროცესი იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რომ მივიღეთ გენერალური გეგმა დედაქალაქის განვითარების, სადაც სატყეო ზონა, რომელიც გამქრალი იყო, დავაბრუნეთ, სადაც რეკრეაცია დაახლოებით რამდენიმე მილიონი კვადრატი იყო, რომელიც დავაბრუნეთ. კაცრად განისაზღვრა, რომ რეკრეაციულ ზონაში სამშენებლო ასე ვთქვათ, განვითარება არ მოხდებოდა, არ სტადიონების გასხვისება მშენებლობებისთვის და ასე შემდეგ. ანუ თავისი ურბანული სტანდარტი დავამკვიდრეთ და ეს იყო იმ მოწვევის, ასე ვთქვათ, საკრებულო მერია. შემდეგი მოწვევა იყო უკვე რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, არაერთი დაახლოებით ეხლა მოვთვალეთ პრეზენტაცია ქონდა, სადაც კახი მანგარიში ჩააბარა და ესე იგი 2400-ზე მეტი სკვერი და პარკი რეაბილიტირდა და ახალი გაკეთდა. არაერთი პროგრამა გახსოვთ თქვენ, რომ დედაქალაქში ფაქტიურად გარაჟების ის იყო რა, ქალაქი იყო მეტი არაფერი რა, ძირითადად. და ეს შეთავაზება, რომ თუ თანხმობას გამოთქვამდა ეზო, რომ ის თავისი დემონტაჟი მომხდარიყო, ვთქვათ, იმ ასე ვთქვათ, სიმახინჯეების, რაც იდგა ამა თუ იმ კორპუსებში თუ ეზოებში, ხო, დედაქალაქის მერია უფასოდ დაშლიდა და სკვერებს გააკეთა. აი, ეხა ისეთ საკითხს შეეხე ძალიან მნიშვნელოვანს, რომ აი მე პირადად, ხო, რასაც ხედავ, აი ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია ჩემთვის, როგორც ეხა თბილისელისთვის, რამ შესამჩნევი რა იყო, და ჩვენ გამოვიარეთ 90-იანი წლები, შემდეგ ის საფუძველი დღესაც აი ბევრს არ მოწონს ხოლმე ინტენსიური განაშენიანება, მაგრამ რასაც დაედო ეს სრულად ველური განაშენიანება, რამაც წინა ხელისუფლების დროს, როცა ძირითადად დამახინჯდა, ხო, ეს უხეში ჩარევები მოხდა თბილისის ქსოვილში,
ეხლა ერთ-ერთი ამას ხო ვერსად ვეღარ გააკრო, კერძო საკუთრებაა და საწაიღებ. ერთადერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ დაიწყო ურბანული ქსოვილის მოწესრიგება. ხო, ანუ გამიჯნა, აი თბილისში მაგალითად ეხლაც ხო ამირ რეჯიბის კი არა, ჩოლოყაშვილის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და იქაც ჩანს, რომ ანუ ტროტუარი უნდა იყოს ტროტუარი, მანქანა არ უნდა დადიოდეს ტროტუარზე, არ უნდა იყოს იქ პარკირებული ტრანსპორტის ზოლი, იმიტომ რომ ძალიან გადაიტვირთა თბილისი, უნდა იყოს ცალკე მანქანის სავალი ცალკე, პარკინგი ცალკე და აი ეს გამიჯნა მოაქვს ის ურბანული რაღაცა წესრიგი, რაც მნიშვნელოვანია ყველასთვის. ამავე დროს თანდათანობით ხდება მენტალობის ცვლილებაც, იმიტომ რომ ადამიანი ხვდება, რომ შენ რომ რაც ჩვენგან მოდიოდა, რომ ანუ მე თუ სახლი მაქვს და ეხა მანქანის ყოლა ჩემი უფლება, უბრალოდ საბჭოთა კავშირის დროს ძალიან მცირე იყო ხო ავტომობილთა რაოდენობა, ну რა თქმა უნდა, ჩემს სახლთან უნდა გავაჩერო, ეს თითქოს რაღაცნაირად მოყვებოდა რა, თანდაყოლილი უფლებასავით და თანათანობით როგორც თანამედროვე ქვეყნებშია, უკვე ადამიანები ხვდებიან იმას, რომ ქონების ფლობა არ ნიშნავს, რომ მას მოყვება რაღაცა უფლება, რომ შენ შეგიძლია რაღაცა მანქანაც ყავდეს და ვალდებულია ქალაქი იზრუნოს, რომ შენ ახლა ეს თავისუფლად ეს თქვა სადღაც გააჩერო. განვითარებულ ქალაქებში, განსაკუთრებით ევროპაში, ეს სხვანაირად არის რეგულირებული. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ აი ეს გამიჯნა და ეს მოწესრიგება, აი იმიტომ გარაჟებიც ხო ამ ქაოსის შემადგენელი ნაწილია, ეს ხო საერთო საკუთრებაზეა მიწაზე სკვერების ადგილას გაკეთებული და მართალია რომ ამას ჭირდება მოსახლეობის თანამონაწილეობაც. არ შეიძლება რომ სახელმწიფო იყოს უძიძა, ხო, მოვიდეს იმან გაგიკეთოს ის რაც არის ვალდებულება, სხვათა შორის ყველამ უნდა შეხედოს თავის სახლს, თავის კორპუსს თვითონ რას აკეთებს. ამ მხრივ არის მოკლედ ბევრი რამ კიდე გასაკეთებელი, მაგრამ მე მაინტერესებს შენ რას ხედავ აწი, აი მაგალითად ეხლა როდესაც ორ თვეში მოხდება არჩევნები და კიდე 4 წლით გვეყოლება თბილისის მერი რა ექნება კახიკალაძეს გასაკეთებელი, აი რას ფიქრობ, რა არის დასაძლეველი? ყველაზე მწვავე საკითხი. მადლობა ამ კითხვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა, გააკეთეს ზოგი პროცესში, მათ შორის სკოლები და 24 ახალი სკოლა შეემატა. საბავშვო ბაღები შეემატა 25-ზე მეტი. რამდენიმე 8 უკვე რეაბილიტირდება და ახალი და თუმცა მაინც მოთხოვნა არის იზრდება დედაქალაქი თავისი მოსახლეობით. მათ შორის არაერთი პროგრამა სამედიცინო ჯანდაცვის, ღვიძლის გადაანერგვის, ტრანსპლანტაციის, ხო? $1000-ობით დოლართან არის დაკავშირებული. ეს თავიდან ბოლომდე შემოიტანეს ეს პროგრამა მერის ასე ვთქვათ შესაბამისო სპეციალისტებმა კახის ინიციატივით, ჩართულობით და გაამართლა ამ პროექტი, იმიტომ რომ სიცოცხლეები გადაარჩა და გადავარჩინეთ. გამოწვევები ბუნებრივი არჩევა. მთავარი გამოწვევა არის ისევ ეს არის ძველი კორპუსები. დაახლოებით 8000-მდე არის დედაქალაქში, რომელიც იდენტიფიცირებულია და ერთბაშად ბუნებრივია ამის ასე ვთქვათ გაქრობა და ახლის აშენება არ გამოდის. პლუს თან აქ თემა რა არის, რომ აქ ზოგი არის შემთხვევა რომ ავარიულია კორპუსი, მიდიხარ ეუბნები, მაგრამ იმ მოსახლეობიდან ყველამ თუ თანხმობა არ მოგწეს, შენ არ გაქვს უფლება რომ იმ კაც დაუნგრო თავისი პირადი ის არის საცხოვრის ისმით, აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე აი ეს დაძაბული მოლაპარაკებები, აქეთ ინვესტორია, იქით ვიღაცა ენდობა, ვიღაცას უფრო მეტი უნდა და ბუნებრივია ესეც აფერხებს თავის ამ პროცესს. მაგრამ საბოლოო ჯამში გვაქვს საუკეთესო მაგალითები, მაგალითად ვარკეთილში არაერთი ეგრეთ წოდებული ხრუშოვკა დაინგრა, ასე ვთქვათ, შეთანხმა 100% თანხმობა იყო, ინვესტორი და მიდიცებს შენებლობები, რამდენიმე უკვე შესახლდა, ამიტომ მაგალითი აქვს. საუკეთესო მაგალითი დედაქალაქის მაცხოვრებელს და მგონია რომ ეს ხელს შეუწყობს, როდესაც მაგალითი ასეთი არის, რომ უფრო თამამად მიიღებ გადაწყვეტილებას. ასევე გამოწვევად რჩება ეს არის სატრანსპორტო თემა და მოძრაობა დედაქალაქში და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს და მსმენელებს უთხრა 2018 წელი იყო თუ არ ვცდები, როდესაც ფრანგული კომპანია სისტრა დავიქირავეთ, შემოვიდა იქ ტენდერის გამარჯვებული იყო, ვისაც უნდა ეს სატრანსპორტო პოლიტიკა განესაზღვრა და ასე ვთქვათ, მანქანების და ზოგადად რა მოძრაობა ქუჩებზე. დასკვნა დაიდო ასეთი და ითქვა და სწორიც იყო რომ იცით რა, თქვენი დედაქალაქი, ულამაზესი თბილისი არის ძველი ქალაქი. თავისი ვიწრო ქუჩებით. ბუნებრივია, აქ ის მანქანა, ის ნაკადები ვერ დაეტევა. თან ჩვენ იცით მენტალიტეტი გვაქვს ასეთი, რომ მანქანა უნდა ყავდეს მინიმუმ 1-2 ოჯახში. შესაბამისად, ამ ჯგუფმა გითხრა, რომ პრიორიტეტები უნდა გავსაზღვროთ. ჩვენთვის პრიორიტეტი პირველი არის
ეს არის ფეხით მოსიარული და ამიტომაც არის რომ სადაც რეაბილიტაცია კეთდება ქუჩის თუ გამზირის, ყველგან დიდი ფართო მოწესრიგებული, ასე ვთქვათ, ტროტუარებია. ეს პირველი. მეორე პრიორიტეტად განისაზღვრა ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. და ამიტომაც არის სადაც შედიან ის ბასლაინები რომ დაიხატა და ვიღაცას პრეტენზიები ჰქონდათ რომ აი დავიწროვ და ის არა. იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტად მნიშვნელოვანია. მესამე ეს არის ის ველობილიკები და ასე შემდეგ და ბოლოში არის ეს არის სატრანსპორტო აი ესე ჩვეულებრივი მანქანებისთვის სასიარულო. იმიტომ რომ პრიორიტეტების მიხედვით როცა განსაზღვრავ, იქ უკვე ადვილად მიხვდები, რომ დედაქალაქს მის ხელმძღვანელობას რომელი აქვს უპირატესობა, რომელისთვის აქვს უპირატესობა მინიჭებული. და ამიტომ ამას უნდა გაგებით მოვეკიდოთ რა. ხო, ეს აბსოლუტურად ევროპული მიდგომაა, იმიტომ რომ ესეთი NGO სიტყვა რომ გამოვიყენოთ ცნობიერების ამაღლება, ეს ჭირდება დღეს თბილისის მოსახლეობას და აქაც შეგვიძლია უთხრათ, რომ რა თქმა უნდა, ანუ მანქანის ყიდვა, მანქანის ფლობა, მით უმეტეს ეს თუ რაღაც გარკვეულ სტატუსთან არის დაკავშირებული, ეს აბსოლუტურად თავისუფალია. უბრალოდ მანქანი, აი როგორც წეგან თქვი, რომ სახლის ფლობა არ ნიშნავს, რომ იმას უნდა მოყვებოდეს პარკირების ადგილი ავტომატურად. ასევე მანქანის ფლობა არ უდრის მის გადაადგილებას, რომ რახან მანქანა ყავს, ეხლა უნდა შეგიქმნას ვიღაცა პირობა, რომ შენ თავისუფლად იარო, იმიტომ რომ იგივე უფლება აქვს ამ თბილისში მაცხოვრებელ 1.5 მილიონ ადამიანს, ხო? და ეხლა წარმოიდგინეთ რა მოხდება. აქედან გამომდინარე, შენ შეგიძლია რა თქმა უნდა მანქანა ყავდეს, და როგორც იქნა იარო, მაგრამ მოძრაობა, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ მეგაპოლისში, უნდა იყოს რეგულირებული, ისე რომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს, როგორც შენ აღნიშნე. აქ ერთი მინდა კიდე დაზუსტება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სატრანსპორტო კოლაფსი არ მოხდარიყო, მე მთელი რიგი გადაადგილებები, ცვლილებები, იცი თქვენ გზები, მოძრაობები და ასე ეძებენ ეს ექსპერტები, ვინც არიან ჩართული, რომ ამ ლამაზ ქალაქში, მაგრამ ვიწრო ქუჩებიან ქალაქში, რომ ამდენი ტრანსპორტი დაეტიოს და რო იცოდეთ, ყოველ წლიურად 10-15% და უფრო მეტად იზრდება მანქანების ნაკადი და მანქანების რაოდენობა. აქვე თქვენ იცით, რომ წლებია უკვე ეს მოქმედებს, შევიდა ცვლილება ურბანულ განვითარებაში, რომ ის ვისაც თქვათ ნებართვა ეძლევა, რომ ესა თუ ის კორპუსი აშენოს, ხო, დეველოპმენტს. ყველას ვალდებულება აქვს, რომ შესაბამისად პარკინგებით იყოს უზრუნველყოფილი ესა თუ ის კორპუსი. და ასე რომ ამას მკაცრად იცავენ. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც გვაქვს ოჯახები, ღმერთმა მშვიდობაში მოახმარ, მაგრამ არის ბევრი მანქანა, ბუნებრივია ჩვენ განბაჟება ძალიან დაბალი გვაქვს და ამასთან დაკავშირებით ალბათ უნდა გარკვეული პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, რომ იმ მოძველებული მანქანები, რომელიც არის უკვე ხიფათის შემცველი საზოგადოებისთვის თავის გამონაბოლქვით ასე შემდეგ, რომ რამენაირად ამის იმპორტი შევზღუდოთ, თორე ის ვისაც ყავს უკვე იმას ვერაფერს ვერ. კი ბატონო, მე შემიძლია სრულობელობაშია. სრულად დაგეთანხმო შენს, ანუ მომავალი წლების გასაკეთებელში, რომ ეს ქალაქი გახდეს უფრო უკეთესად საცხოვრებელი, არა მხოლოდ ახალაშენებული კორპუსებისთვის, ანუ ვიღაცა იმისთვის, ვინც რაღაც ახალ ცხოვრების პირობებს იწვევს, არამედ ყველასთვის, ვინც აქ ცხოვრობს, იქნება ეს ძველი თუ ასე შემდეგ და იყოს თანაბარი წვდომა სიკეთეებზე და თანაბარი პირობები იმისათვის, თუ ვინ როგორ შეიძლება რომ იცხოვროს და ამისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, როგორც მოძრაობის მოწესრიგების, ასევე ჩანაცვლების პროგრამის მხრივ. მაგრამ ჩვენ ეს არჩევნები ტარდება ჯერ ესეც მთელ ქვეყანაში, ერთი და რაც თავარი ამ არჩევნებს გააჩნია პოლიტიკური მდგენელიც. პირველ რიგში ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მით უმეტეს ბოლო თვეების განმავლობაში არსებობს ერთგვარი პროტესტი ბოლო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რაც ჩატარდა გასული წლის 26 ოქტომბერს და ჩვენ რაღაცა აი ამ პოლიტიკური პროცესის ფოკუსირებას ვხედავთ თბილისში. და ამ დროს ყურადღების მიღმა არის დატოვებული და თან ვერც ვიცმეთ ჩვენ რიტორიკიდან მთელი დანარჩენი ქვეყანა. კახი კალაძის დღეს უკვე ოფიციალურად მერის კანდიდატად წარდგენა თბილისის სპეკულაციას წერტილს დაусმევს, რომ უკვე გასაგები იქნება ქართული ოცნების პოზიცია. მეორე მხრიდან ჩვენ არანაირი შემოთავაზება არ აქვს და ისიც, ანუ თბილისში ბრძოლის ველი რანაირი იქნება პოლიტიკური კუთხით, ეს ჩვენი მხრიდან გასაგები იქნება. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ დანარჩენი საქართველო. შენ წარმოშობით ხარ წალენჯიხიდან, რომელიც იყო გამორჩეული რაიონი, იმიტომ რომ წალენჯიხა იყო ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა წინა არჩევნებზე. ღმერთმა აცხოვნოს გარდაიცვალა ეს ადამიანი, რომელიც იყო მერი იყო, ხო, თუ არ ვცდები? დიახ. რა ვითარება გვაქვს შენ
მშობლიურ კუთხეში ამ ხრივ რა შეიცვალა, იმიტომ რომ ეს მოსახლეობა მათ შორის ოპოზიციური ამორჩეველიც აკვირდება იმ დინამიკას, რა ხდება ქვეყანაში და როგორ იცვლება. და ადამიანები იცვლიან შეხედულებებს, იმიტომ რომ ხედავენ ხო რაზე მიდის ჭიდილი, ვინ არის გამარჯვებული და ვინ არის მტყუან მართალი. შენი აზრით რა ცვლილებებია შენ რაიონში და მთლიანად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ ხრივ როგორ დაახასიათებ? რა შანსია ქართულ ოცნებას რომ პრაქტიკულად ანუ ეს მისთვის უცხო არ არის, ყველა მუნიციპალიტეტი მოიგოს? თქვენის ნებართვით ის პირველი თემა, კახის თემაც რო დავამთავრე. კი ბატონო. ხო, სწორად ბრძანეთ. სპეკულაციები. ამით დამთავრდა, გახსოვთ თქვენ რომ გარკვეული ჯგუფები რადიკალებს გამოდიოდნენ, კახი კალაძე არ არის, არა და ყველაზე უკეთესად მათი ცოდნენ რომ დიახ, კახი კალაძე უალტერნატივაა დედაქალაქის მერად და იმ გაკეთებული საქმეებიდან და მისი რეიტინგით და მისი ზოგადად მიდგომით საქმისადმი. აქედან გამომდინარე, დღეს ოფიციალურად დამთავრდება და ზუსტად ვიცით რომ კახი იქნება სიმბოლო გამარჯვების, ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში და თითოეული მუნიციპალიტეტის, დანარჩენი 63 მუნიციპალიტეტის. ხა რაც შეეხება მადლობა ჩემი წალენჯიხის ხსენებისთვის. კი, იქ ოპოზიციური მუნიციპალიტეტი იყო, ჩვენი ბრალია. ჩვენ დავუშვით შეცდომა. არ ვიცი რაღაცა ვერ ავხსენით. ასე რომ მე ყოველთვის ასეთ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი გუნდი ვერ იმარჯვებს ან რაღაც ისა გვაქვს, ხო? პრობლემა ბუნებრივია პირველ რიგში საკუთარ თავს და ასე ვთქვათ, გუნდს ასე ვთქვათ ვასახელებს. სადღაც რაღაცა ვერ ავხსენით ამ საზოგადოებას, მაგრამ ერთის მხრივ კარგი გამოჩნდა ეს 4 წელი, მაგალითად წალენჯიხის მაგალითზე და იქ მერი დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვა იმ კაცმა. ღმერთმა აცხონოს, ცუდი კაცი არ იყო, უბრალოდ ცუდ გუნდში მოხვდა. მოდი ეს მინდა თამამად ვთქვა. გია ხარჩილავა წალენჯიხელებს და მოყვა პოლიტიკური წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ ბევრი მნიშვნელობა მიანიჭეს. თავისუფლების კუნძული და რეები უწოდეს ახლა. სამწუხაროდ ის გამოიყენეს არა როგორც მერად, არამედ აი თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის და შემდეგ უკვე ხო როგორც ხდება ამათი ხელწერა ეს არის რა ამ რადიკალების ხო და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მას უყვარდა წალენჯიხა ისე რომ მთელი ქვეყანა უბრალოდ ცუდ გუნდში მოხვდა. ამ 4 წლის თავზე ჩვენ გვახსოვს თავიდან გვარამიები, ხაზარაძეები, რომ იქ ოფისი უნდა გადავიტანოთ, ის კუნძული უნდა გავხადოთ თავისუფლების და რა გააკეთა? გასაბერი ის მიიტანა, რა ქვია? საცურაო აუზი, ღია თან წალენჯიხაში მდინარე გვაქვს, ჭანისწყალი, მთელი სამეგრელო იქ დადის. ღია იმაში რა უნდა ზაფხულში ის რაც უნდა შენი ბასეინი თან გასაბერი ბასეინი ხო ანუ ასეთი 10 თენა ქონდათ და ბუნებრივია მათ შორის სხვა პროექტებშიც გახსოვთ თქვენ რაღაც ხიდების გახსნა იყო თუ რაღაც მოკლედ ბევრი არ მინდა ვილაპარაკო ერთი სიტყვით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 4 წლის თავზე ხო ჩვენ გქონდა უკვე საპარლამენტო არჩევნები 22-ვე უბანზე წალენჯიხაში 22 უბანი იყო, გაიმარჯვა მართლმა პარტიამ. ჩვენ გავიმარჯვეთ. ანუ ეს იყო ადგილობრივების, ასე ვთქვათ, პასუხი. იმ ნაცმოძრაობის უმოქმედობაზე, იმ ნაცმოძრაობის კიდევ ერთხელ ვამბობ, გია ცალკე ფენომენი იყო მერი და ცალკე ბევრი თემას, რასაც ის აკეთებდა, კარგ თემას, მაგრამ იქიდან მოადგილე რომელიც ჩაუსვეს, ის მავნებლობდა. იმიტომ რომ ის დაკვეთებს ხვანაირად ღებულობდა, შემდეგ განცხადებები, რაღაცეები და ბუნებრივია ეს კაციც აიყოლეს ამ თემაში, ასე რომ მე მას არ ვსაყვედურობ, უბრალოდ კოალიციური მართლობა დაარქვეს და ჩაფლავდნენ. ესე იგი, შენ გასაბერი აუზი ახსენე და ეს არ აღმოჩნდა ერთადერთი პროექტი, ანუ გასაბერი პროექტი, იმიტომ რომ თურმე დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის სპორტთან მიდგომა ზუსტად გასაბერი პორტის მსგავსი იყო, რადგანაც ვაშინგტონში დასრულდა არბიტრაჟი, მორიგი და სადაც ანუ სახელმწიფო გამართლდა და პირიქით ფულის გადახდა დაეკისრა მოსარჩელი მხარეს. მათ პარტნიორებს. ეს გასაბერი პორტის იდეაც გასკდა, ასევე და მას მოუწევთ პირიქით ფულის გადახდა და ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ როგორც აი ამ ანაკლიის თემით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სპეკულაცია და ამითი გააბრიყვეს რაღაც ნაწილი მოსახლეობის და შემდეგ ეს ხმები მიიტაცეს, ასევე მოუწევთ ახლა აი ამ ხმების დაბრუნებაც, ხო, იმიტომ რომ აი ეს სიმართლე რაღაცნაირად გამოაშკარავებს და ეს გასაბერი პორტის და გასაბერი საერთოდ პოლიტიკური პროექტიც ერთგვარად ამ ყველაფერმა ფიასკო გაინცადა. სხვა შორის მამუკა ხაზარაძეს ნათქვამი აქვს, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლა აი ანაკლიის თემის
დაბრკოლებამ განაპირობაო და დამთავრდა ეს თემა, ეს სპეკულაცია, სახელმწიფო აგრძელებს უკვე თვითონ მის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებას და ამ პორტის მშენებლობას. პრაქტიკულად ანუ ეს შეიძლება ეს მისი პოლიტიკური პროექტის დახრულად მივიჩნიოთ, მაგრამ მის მიერ შექმნილი პარტია ლელო არსებობს, ის აპირებს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეხლა ეძებენ თბილისის კანდიდატს, ისინი სავარაუდოდ ელოდნენ, ვის დააყენებდეს. სხვა შორის ეს სპეკულაცია რაც უფრო დიდხანს მიდიოდა, ამან კარგი შედეგიც გამოიღო, რომ ვინ იქნება კანდიდატი, იმიტომ რომ ისინი ჩასაფრებული ელოდნენ, აბა რა მოხდება და სხვათა შორის იქ პატარა რამდენიმე დღის წინ პატარა ინციდენტი იყო, ეს სპეკულაცია ჩვენ შეუწყვეთ ხელი, რომ აბა შეიძლება სხვა იყოს და მე წავიკითხე, უბრალოდ აი არ ვიცი რა, ვისაც არ დაეზარა ექსპერტებმა შევიდნენ ღრმა ანალიზში, ეს რას ნიშნავს, ეს როგორ არის უკან დახევა და საოცარი რაღაც ანალიტიკა მოვისმენთ ამას დაკავშირებით. ეს დამთავრდა და ეხლა უკვე ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, ვის დააყენებენ თბილისში, ვის დააყენებენ სხვაგან, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროფილისთვის, რომ შენ თუ ხარ სოლიდური პოლიტიკური პარტია, ან პარტიათა კოალიცია, შენ მინიმუმ ანუ რაღაც ძირითადი ქალაქების მოცვა მაინც ხო უნდა შეგეძლოს. რა სიტყვი ოპოზიციის დღეს არსებულ მდგომარეობაზე და მის პერსპექტივებზე, როგორც იმ ნაწილზე, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და შენი აზრით რატო აპირებს, იმიტომ რომ სერიოზული ბულინგი არის ბოიკოტისტების მხრიდან. და მე რას ვიტყვი მათზე. სწორად აღნიშნეთ, დღეს გამოქვეყნდა მორიგი გადაწყვეტილება ვაშინგტონის საარბიტრაჟო, მანამდე იცით თქვენ პარიზმა, როდესაც უთხრა, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია, თან მილიარდ ნახევარს ითხოვდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხაზარაძე, რომელსაც რამდენიმე მილიონი ჰქონდა დახარჯული, სულ მეტი არაფერი და ვალდებულება ჰქონდა პორტი აეშენებინა. იქაც ხო ხელმოწარული დარჩნენ და აქაც უკვე ვაშინგტონის საარბიტრაჟომ დღეს წერტილი დაუსვა აი ამ ეწილობიწილოს და უთხრა, რომ დიახ, სახელმწიფო კი არა, შენ ხარ დამნაშავე, შენ პასუხისმგებლობა იყო, რომ პორტი არ აშენდა და ეს დაკარგული წლები, რაც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი იქნებოდა და ჩვენ იცით თქვენ, რომ ახალი მიდგომა გვაქვს, რომ მართველი პაკეტი იყოს ქართული მხარეს პორტის აშენების დროს და ჩვენ ამ პორტს ბოლომდე მივიყვანთ. თუმცა ეს ხანდაზმული თაღლითების, ასე ვთქვათ, იარლიკი ბოლომდე გაამართლა აი ვაშინგტონის, ასე ვთქვათ, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას. სიმართლე გითხრათ, უკვე დამთავრდა ლამაზი ლოზუნგების და სადღეგრძელოების, ასე ვთქვათ, პოლიტიკა. ის ქართველი კაცი უყურებს საქმეს, ვინაკეთებს საქმეს. ჯერ გიახსოვთ თქვენ შემოგვიტიეს, როცა გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, რომ დაარქვეს რაღაც სიგიჟე რუსული კანონი. შემდეგ ადგილზე როცა ვცდილობდით რომ ჩვენი ეროვნული ღირსება, ეროვნული ინტერესები დაგვეცვა, ესენი კიდე თავიდან ბოლომდე უცხო ქვეყნის დაკვეთაზე იყვნენ აქცენტირებული და ცალფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებდნენ. ქართულმა ხალხმა იგრძნო რომ, როდესაც სოფლიო გადანაწილებაა ირგვლივ და ამ დროს საქართველოში მშვიდობა გვაქვს, სადაც ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ინფრასტრუქტურა ხიდი სად გაკეთდეს უკეთესი და გზასად დაიგოს. ამაზე როცა გვაქვს საუბარი და ჩვენ სამეზობლოში კიდე თავის ახლობლებს ნანგრევებს შეძებენ, გადარჩა თუ არა და მეორე დღე გაუთენდება თუ არა იმ ბავშვებს, ამაზე როცა არის პოლემიკა და საუბარი. ეს ქართულ ხალხმა კარგად გაიაზრა, კარგად მიხვდა, რომ ვინ იცავს ქართულ ღირებულებებს, სიმშვიდეს, მშვიდობას და ვინ იცავს დემოკრატიას და ამიტომაც არის რომ უარი უთხრა. ამიტომაც არის რომ ესენი საერთოდ მიბრუნდნენ. აი ბოლო რამდენი თვეა, ხო? ვემზადებით არჩევნებისთვის. გინახავს რომ ვინმე ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა ან ერთ რაიონში, ან მეორე რაიონში. არა, ჩადიან ბრუსელში, ჩადიან იქ რაღაც დასავლეთში, ხან ამერიკაში, ხან კი და გაუგებარ ადამიანებს, გაუგებარი ლოზუნგებით თუ გაუგებარი დაკვეთებით, თუმცა ჩვენთვის გასაგები. მე მოდიან და ამას მე ახმოვანებენ. არა, მეტიც მინდა ვთქვა, რომ შიგნი ქვეყნის შიგნითაც მათ ღიათ აუთ გამოცხადებული, რომ იმ ნაწილს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და მეორესაც, ვინც ბოიკოტს აცხადებს, რომ მიზანი არის ის, რომ მაქსიმალური საბოტაჟი მოაწყონ, თითქოს ეს ხელს შეუწყობს ამ ხელისუფლების რაღაცნაირად ჩამოშლას. ანუ მე ესეთი პარადოქსული, დღეს რა ვითარებაც არის შექმნილი, აი რაც მახსოვს, ახლა პერიოდი მოვესწარი მე იმას, რა ვქო, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დროს, ხო, ბავშვი ვიყავი, მაგრამ ხო მახსოვს. ანუ მე ესეთი პერიოდი, ესეთი ფაზა მე არ მახსოვს, რომ ასეთი ერთმანეთთან აცდენილი იყოს ეს. ამ ეთერში მე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე, რომ ეს არჩევნები არის
სერიოზული წყალგამყოფი, იმიტომ რომ მათთვის ძალიან პოპულარულია მათთან სიტყვა ჩარეცხვა. ყოველ სიტყვაში არის ეს, რომ ჩაირეცხონ, უნდა ესენი, ისინი ყველა ერთმანეთს რეცხავს. მაგრამ ერთ-ერთი ჩარეცხვა ის მოხდება, ყველა ბოიკოტისტი უბრალოდ დატოვებს პოლიტიკურ ველს და არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიისთვის არის გადარჩენა, რომ უბრალოდ დარჩეს პოლიტიკურ რუკაზე. და ამას არ იძახიან ახლა ღიად რომ ამის გამო მონაწილეობენ, მაგრამ ეს ნამდვილად ესე, იმიტომ რომ სხვა არგუმენტი მათ არ გააჩნიათ, რატომ მონაწილეობენ. მათ ეს კარგად იციან. ანუ აი ამ ფონზე ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა აგვირჩიოთ ან რა ვიცი ბოიკოტში ხარ დაგვიჭოთ, იმიტომ რომ ქვეყანა გავაჩეროთ. ანუ ის ასაც ქართული ოცნება იძახის, რომ გარეთ წნეხს ჩვენ უძლებთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ესე იძახიან, რომ ჩვენ შიგნით ვართ ძალა, რომ პირიქით ეს არ არის გადარჩენა, ჩვენ ეს უნდა ავურიოთ. ერთი შენობა დაინგრა, ვაგზალზე დაიღუპა 2 ადამიანი და რა მოხდა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, თითქოს არ გვინახავს რას ნიშნავს სხვადასხვა ტიპის, რაც მით უმეტეს გეოპოლიტიკურ ავარიებში შესვლა. ხო, ამათი ამოცანა გაცხადებული, არაერთ გზის, არაერთ ხელმწიფეობა გქონდათ, რომ აერიათ ეს ქვეყანა, ჩვენ ხომ ნახეთ ეს ბოლო წლებია. მათ შორის შემდეგ ეს მცდელობა რომ რაღაც იარლიკი მოგაწებონ, იგივე სცენარია. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იყო, ამ თემასაც შევეხოთ. გახსოვთ ტრამპს 2016 წლიდან რუსული პროექტია ეძახეს, პუტინმა დანიშნა არჩევნები. ეს იარლიკი ეხლა გამოძიება მიმდინარეობს. და საერთოდ ამ თემაზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. არა, დოკუმენტები არსებობს. აი ხა ჩვენ ეთერამდე ზუსტად ნახეთ, იმედმა დადო. არგუმენტები არ არსებობს. ამას არგუმენტები არ არსებობს. ანუ ეხლა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მაშინვე მოკვლევა როცა ჩატარდა, დოკუმენტებშიც არა, მოკვლევა რო ჩატარდა, იქ თქვეს, რომ კავშირი რუსეთის ჩარევასა და ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირი არ იძებნება. ეს დოკუმენტები იყო მიჩუმათებული. ეხლა ეს აღმოჩნდა და ეხლა არის უდიდესი სკანდალი და ტრამპი ცდილობს ამაზე ფოკუსირებას და უკაი ობამას დავიჭერთ და ესეც სპეკულაციები მიმდინარეობს. პირიქით არის. გესმის აბსოლუტურად. იმიტომ იყო შემდეგ გამოსვლა, რომ ეს მოგონილი რუსეთი როგორც საფრთხობელა, ეს არის იმისათვის, რომ შენ არანაირი პოლიტიკური მანევრი არ ქონდეს, ხმა არ ამოიღო, იმიტომ რომ პირველი როგორც კი რაღაცას ამბობ, რაც არ ჯდება იმ ნარატივში, გეუბნებია, რომ ეს არის კრემლის დირექტორი. ხო და ამას გავიგნები. ანუ იქაც აი ესე დააბრალეს ადამიანს თითქოს დაიწყო შემდეგ მოკვლევა რაღაც, მაგრამ არგუმენტები სად არის? დასკვნა დაიდო არანაირი. და იგივე ჩვენს მიმართაც გამჭვირვალობის კანონს დაარქვეს რუსული კანონი. აგერ ხო აღმოჩნდა, რომ ჩვენზე უფრო მკაცრი კანონს ღებულობს საფრანგეთი, ბრიტანეთი, ყველა და იცავს. მათ შორის აგერ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ისეთ სიგიჟეებს აფინანსა USAID, რომ საერთოდ გაუქმა. პროექტი კი არა, გაუქმა საერთოდ. და პირველი ამოცანით ისეთ სისაძაგლებს აფინანსა, რასაც ჩვენ ვამბობთ. ხა წარმოიდგინე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ამას აკეთებდნენ ერთმანეთის მიმართ, ის შენ დაგინდობდა? არა. და ამიტომაც იყო ეს უსამშობლო ჩვენი ახალგაზრდები გააბრიყვეს. მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს, ზოგს ძალადობისკენ მოუწოდეს. აი ეს არის და შემდეგ მიატოვეს. მე მეწოდება ხა ის ახალგაზრდები, რომლებიც შეცდომაში შეიყვან მოძალადეთ აქციეს. თვითონ სად არიან? აბა სად არიან, ვინც კურატორობდნენ ამას, ის არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, ხელმძღვანელები, მათ შორის უცხოეთის წარმომადგენლები. სადაც წავიდნენ, გაფრინდნენ. ესენი სასამართლოს წინაშე არიან. მე ამიტომ ვეუბნებ, სულ მოუწოდებდი მშობლებს, რომ თქვენი შვილები არ გამოაყენებინოთ ამ უსამშობლოების მეთქი. სულ ამბობდი და ეხლაც ალბათ ამასაც შევეხებით. 4 ოქტომბერს ის მგალობელი კაცი რო არის. სტადიონის დაქირავებას რო გთხოვდა, ეთქო ვერ დაიქირავა პაიჭაძე და ეხა რესპუბლიკის პოეტანზე ეპატიშება. 4 ოქტომბერს დავამთავროთ. შევერთენ კიდე ტოპ 10-ში. ხო, უკვე ორი გყავს, ესე იგი, ერთი არის ლევან ხაბეიშვილი, შენი ტრადიციული ოპონენტი, მეორე არის პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ჩვენიანი ყოფილა. რომელმაც გადაწყვიტეს, ჯერ ატარებდნენ სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო იყო სატელეფონო არჩევნები. ეთქობა რაღაცა კოლ-ცენტრების რესურსი არის გამოსაყენებელი და რაღაც თქონა მდეხავს ხონა დაურეკო. ეს იდეა რაღაცნაირად შემოიდო თაროზე, თუ რაღაც აღრლაპარაკობენ, ეხლა თანათანობით ვიწროვდება, ეს გაყოფილი არის ამ პოზიციაში და ერთ-ერთი მოძრაობა უკავშირდება იმას, რომ 4 ოქტომბერს უნდა მოხდეს შეკრება. ანუ ესეც ერთგვარი ძველი ინსტრუქცია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შემოიპარა კონტეინერით ზუსტად არჩევნების დღეს, იმისათვის, რომ ეს გამოეყენებინა არეულობად. ეხლა ისევ არჩევნების დღეს აქვს დაანონსებული ესეთი ალტერნატიული შეხვედრა ყველა იმ ადამიანის, ალბათ, ვინც არაპირეს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ხელის შეშლა რო არ გამოვა და არც რაღაცა ბულინგი ეს უკვე გასაგებია, განწყობა ისეთია. მაგრამ როგორ უყურებ შენ ამ პროექტს, ანუ და აი შეიკრიბებენ 4 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ ხო, მე გეტყვით
აი ამ უსამშობლოებს ერთს კარენოინაცებს, რომელიც მათმა პატრონებმა ჩარეცხეს უკვე. იმიტომ რომ შედეგი ვერ მიიღეს. ეცადნენ ხან გახსოვთ თქვენ ის ბელადი შემოუშვეს კონტეინერით, ის თავიდანვე დაორგანიზებული იყო, თორე ისეთი მშიშარა რაც გაბედავდა. იმან გარანტიები მიიღო. თუ დაგიჭირეს, ჩვენ გვერდში დაგიდგებთ და გამოვაშვებინოთ. არ გახსოვთ? თელის 27 ველჩი რო დაეწყო და წამლავთ სააკაშვილსო და რა სიგიჟებს იძახდნენ. არაფერი უბრალოდ უნდა ეკვება, მეტი არაფერი. ჩვენ გავიტანეთ, დავდექით, ერი ბერი გავერთიანდი და არ დაუთმეთ. იმიტომ რომ მოძალადე და კანონის დამრღვევი უნდა აგოს პასუხი და ასეც მოვიქეცით ბელადის წინ. ამიტომ არაფერი გამოუვიდათ. ამიტომ ესენი ჩარეცხეს, სამაგეროდ რებრენდინგი ხდება და გახარია და ლელო შემოიყვანეს ახლა თემაში. თუმ ესენი უნდა გახდნენ თავი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, პარტიები. იმიტომ რომ იმათთან შედარ კარენოინაცეთა, რომ წვალებელთა პარტია არის. ამათ ვითომ გონიათ, რომ უფრო უკეთესი ისა აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში. სინამდვილეს ჩვეულებრივი ხაზარაც თანამშრომლობდა საპროცესო გარიგებებში, თურმე მონაწილეობდა. როდესაც იჭერდნენ ამა თუ იმ ახალგაზრდას თუ მის ოჯახს, შემდეგ საპროცესოს უთანხმებდნენ, ესე იგი ბანკის სესხებს. აბა მიდით უკრიტერიუმს არ აკმაყოფილებ ვინ მოგცემს სესხს, ხო? და იქ კიდე მიდიოდა, როგორც კიდე ესე ღამის საათებში თურმე, როგორც აღმოჩნდა. ამიტომ ის ჩვეულებრივი პარტნიორი იყო იმ მოძალადე რეჟიმის, ხაზარაძე და მისი, ასე ვთქვათ, კომანდა. ეხლა ეს მათი პატრონები აქცენტს აკეთებენ ამათზე. და რატომ? მიაღებინებენ მონაწილეობას, აპრიორი იციან ხომ? თბილისს კი არა, ვერაფერს ვერ გამოგლეჯენ. იციან აპრიორი რომ ვერაფერს ვერ იზამენ. მაგრამ მაინც მონაწილეობამ პირველი უნდათ რომ თავარი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, სტატუსი აირტყან გუნდის და პარტიის და მეორე, მე დაიწყებენ აი, გაგვიყალბეს ისევ, აი ქაოსი, ესენი აგერ 4 ოქტომბერს შეკრებილებ რესპუბლიკაზე, ესენის გაერთიანდებიან და მე მიმართავენ. ესე იგი მე თავის პატრონებს რომ აი გაგვიყალბეს არჩევნები, თორე ჩვენ ვიგებდით და ისე მეორე წრეზე წავა ეს უბედურებები რაც მაგრამ აი რამდენად წავა მეორე წრეზე, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენ ანუ უპრეცედენტო მასშტაბის უკვე ერთხელ თუ წინა გამოსვლებზე გაზაფხულზე ერთი მოლოტოვის კოქტეილის სროლა მოხდა და მაშინ ევროპის ელჩებმა ეს რაღაც თავისუფლების კოქტეილად მონათლეს. ეხა უკვე ამით წახალისებულმა ჩვენ ნახეთ გახსნილი ცეცხლი და რამაც ყველას გაგახსენა 92 წელი პარლამენტის მისამართით. მაგრამ აი ეს ყველაფერი მიინავლა, ჩავარდა ხელისუფლება ნელა მოწყილებით 20-20-შიც. ადგილობის ბოდიში საპარლამენტო არჩევნები იყო, არ გახსოვთ? რა ხდებოდა პარლამენტში პირველად? მე კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მე სულ ეთერში ვიძახი, რომ 2020 არის ის ფორმატი, როგორცაც უნდა დავინახოთ 29-ში. საზოგადოებასაც ახსოვს, ხო? რა ხდებოდა, გაკაჩვა, გამოკაჩვა, გაყალბდა, არ გაყალბდა, აბა ესე, აბ რუსეთი რაღაცი. არა, მე რაც თავარი ითვლიდნენ ამას, უბრალოდ განსხვავება ნახე რა იყო 2020 წლის 11 დეკემბერს როცა ხდება პარლამენტის შეკრება, პირველი სხდომა, იქ შემდეგ თავარი არგუმენტი რაც ჰქონდათ, ეს იყო ისვედის პარალელური დათვალ, სადაც ამტკიცებდა რომ რამდენიმე პროცენტიანი ცდომილება და ეს მერე საბოლოო შედეგზე. ხო, საბოლოო შედეგზე აისახება და საერთოდ სხვანაირად უნდა იყოს საბალანსი. მაგაცხვები, ყურე. მანდ იყო, მაგრამ მაშინ აღიარესო ჩვენ შეგვეშა. იმავე დღეს. არა, ასე მარტივად არ ყოფილა, არა. მარტივად კი 40 დღე იყო რა ქვია. ხო და მაგაც გიყვები. ბოლო დღეს აღიარეს. ერთი წამით, ყურე. შეკრების დღეს. არჩევნების დღეს. რო ჩატარდა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ იგივე სცენარი, ხო? გავიმარჯვეთ და რაღაც კონცერტი რო ქონდათ რუსთაველზე. მე რა მოხდა, რაც ხდება რეალურად, ხო? ქართულმა ხალხმა, მართლ პარტიამ, მშვიდობის პარტიას ხარი დაგვიჭირა. და არ მიიღეს გამოსვლები, იქ მოვარდნები, აბა წრეში ყავდათ პარლამენტი და ამბებ რო აზანზარებ, მე შიგნით შემოცვენა, შემოვარდნა. აქეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა რომ დიახ გაყავდა ამდენი და ამდენით იძახდნენ. იქიდან საელჩოები იყო, არ იყო ესე მარტივად. უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ უთხარით, მობრძანდით, აბა დავითვალოთ. რო დავითვალეთ, აღმოჩნდა რომ თვითონ გაყავდნენ და მე აღიარეს და იმით გამოწვე რომ ჩვენო ფორმულაში შეგვეშალა. თორემ ცდელობა ქონდა. მაგრამ ნახე, ეს აღიარება მოხდა 40 დღის მერე, ანუ როცა პარლამენტი იკრიბება მაშინ. ეხა ეს 2020-ის ფორმატი რო გადმოიტანო, როცა პარლამენტი ეხლაც იკრიბება, აქ უკვე არანაირი აღიარება არ არის, რომ ჩვენ რამ გაჟონა, რა 300,000. აქ აღარ მოხდა და აქ რაც თავარია, უკვე უცხოელები
ხარი არა მარტო დაუჭირეს ამ პროტესტს, არამედ წაახალისეს ეს ფაქტიურად. ამას მოყვა ის 28 ნოემბერი. თქვენ თუ ამას არ აღერთ, მაშინ 28-მდე გამოდის რომ აღარ აპირებთ თანამშრომლობას. მაგრამ შენც რამდენჯერმე ახსენე უცხოელი პატრონები. მე მინდა რომ იმაზე გავაკეთოთ, არსებობს ორი თეორია რა. მე უფრო პირველს ვემხრობოდი რომ ეს არის ადგილობრივი იდიოტები, რომლებიცაც მე მხარს უჭერენ უცხოელები. არსებობს მეორე თეორია, რომლის მხარდამჭერი არგუმენტებიც უფრო და უფრო მეტი ჩნდება, რომ ეს არის უცხოეთიდან გარეთ ძალების მხრივ ადგილობრივების გამოყენება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. განსაკუთრებით გამოირჩევიან ბალტიისპირები, სადაც დღეს ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მგონი გადადგა. შენ რომელ თეორიას ემხრობე? პირველსაც და მეორესაც თავისი არგუმენტი აქვს. ერთი სიტყვით ჩვენთვის ნათელი და ცხადია მთელი საზოგადოებისთვის, რომ ეს უსამშრობლოები იმართებიან თავიანთი პატრონებისგან. არც ერთი არ მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან ან საკუთარი თუნდაც ამორჩევლის ინტერესით. იქიდან მოდის თავით დაკვეთა, შუამავლები არიან, ანუ ვისაც ჩვენზე აქ აღებული ასე ვთქვათ, კურატორობა, ეს არის ბალტიისპირეთის იქაც უსამშობლო ხელისუფლება და იმიტომ რომ და ნათლად გამოჩნდა ის, რასაც ვთქვათ, ურსულამ ხელი მოაწერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხო გამოჩნდა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან გენიოსი პრეზიდენტი ყოლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის სახით. ყველაფერი გააკეთა თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ანუ ევროკავშირს აიძულა, რომ მრავალმილიარდიანი იარაღი იყიდოს, გაძვირებული ნავთობპროდუქტები იყიდოს და ბოლოს უცხარა, რომ აი 30% ტარგეტი არა, 15-მდე ჩამოგიყვანთ. და ამას ხელი მოაწერა. და დაავადებულო რომ ინვესტიცია გააკეთონ პირიქით ამერიკაში. ინვესტიცია ცალკე. აი ამაზე მოაწერინა ხელი. ევროკავშირს, რომელსაც დღითი დღე ინფლაცია იზრდება, უმუშევრობა უკვე გადაცდა 15%-ს. ცალკეულ იმაში გაცილებით მეტია კიდე ცალკეულ და გერმანიაში დაფიქსირდა ყველაზე დიდ ინდუსტრიულ ქვეყანაში უგარყოფითი ეკონომიკური -1.0.1 რეცესია აქვს. გესმით, აი ასეთმა ევროკავშირმა, რატო? იმიტომ რომ ევროკავშირს ლიდერები არ ყავს. ჩვეულებრივი არიან deep state-ის წარმომადგენლები, რომლებიც რასაც დაავალო, იმას აკეთებდნენ. უკრაინაშიც პოლიგონად რო აქციეს. ჩვეულებრივი მაგთი ხაზია რა, იმიტომ რომ იქ რაღაც ინტერესები აქვს, ერთი რომ დაიცვან თავისი უსაფრთხოების ინტერესები და რუსეთთან ახლოს მიიყვანონ ეს ბაზები და მეორე თემა რა იყო რომ თავისი რაც აქვს ის რესურსი უკრაინას ის ამენაერა 509 ტრილიონის უკვე წამოგლიჯეს და ხელშეკრულება რომელიც რა ვიცი 10 წლები უნდა იხადოს უკრაინამ. აი ასე დასაჯეს და ასე გაუბედურეს უკრაინა. ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეთ. აი ეს კურატორები ვიც არიან ასე ვთქვათ ბალტიისპირელები, ხო? ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენთანო დემოკრატია არ არისო, კაცო. ეკონომიკური და სად არისო და ინფლაცია მიაკ უმუშევრობა აქვს. კორუფციის გამო, მაგალითად დღეს პრემიერ-მინისტრი გადადგა. კორუფციის გამო ლიეტუვაში. წინაკვირა ჩვენ დაგვასანქცირეს. დემოკრატიის უკუსლა გვაქვთ. აი ესეთი ქვეყნები. ესტონეთმა მე რომ დამასანქცირა და ჩვენი გუნდიც რატო? იმიტომ რომ სიმართლე უთხარი. ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქციები დაუწესო ლიდერი რო ყავთ, კალასი. ეხა ევრობიუროკრატი რო არის. ჩვენ მოგვიწოდებდა რომ რუსეთსო დაუწესო სანქციები და ვიკითხე კაცო. ჩვენ რომ მოგვიწოდებ. სადაც ჩვენი წილი რუსეთისთვის არაფერი არ არის, მისთვის არის 1% შეიძლება არ იყოს. სამაგერო ჩვენთვის მთელი 40%-ია ჩამოგვენგრევა, ინფლაცია, უმუშევრობა, ხელფასეს ვერ გავცემთ, ბიუჯეტი ვერ შევისება, გზას ვერ დავაგებთ, ვერც ჯანდაცვის პროექტებს დავაფინანსებთ. ჩამოიშლება ქვეყანა. აი ეს უნდათ. ხოლო მისი ლიდერის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან. და ვაჭრობა, რომელიც საქართველოს ღვინის წარმოებელ ქვეყანას ჩtildeოელმა რესპუბლიკებმა გააწრეს ღვინის ექსპორტში რუსეთში. ნავთობპროდუქტებში პირველ ადგილას გავიდნენ. და ეს ადამიანები და ეს ქვეყნები კიდევ ერთხელ ხალხს მე არ ვერჩი. ჩვენ მორალს გვიკითხავენ და ბუნებრივია არ მივიღებთ. ამიტომაც ვართ ხოლმე მკაცრები პასუხში. იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს ხარეს არის და არ დავაჩაგრინებ. რატო დავაჩაგრინებთ თავს ბალტიისპირელებს? მე მესმის მათი თემა არის რომ გონიათ რომ აი უკრაინის შემდეგ მიუტრიალდება ეს ტირანია და მაგრამ ამიტომ ახლა აქ უნდა იყოს ომი და ამის გამო მე უნდა შევეწირო ყველა წელიწადში ომია და მე ჩვენ ვიომეთ ვინმე ადგა და ჩვენს მაგირად იომა არა ჩვენ ვიომეთ 90-იანშიც 2008-შიც ამიტომ ყველა სახელმწიფოს თავის ინტერესი აქვს ჩვენი ინტერესი არის რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ მშვიდობით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი ოსეთი და ამ მშვიდობით განვავითაროთ ეს ქვეყანა და ამ გზიდან ჩვენ არ გადავუხვით ვინც არ უნდა გვაშანტაჟოს და იქიდან დაგვემუქროს აი ეს პოზიცია ხარ რაც უკვე ვლაპარაკობთ ხო აქ აი ეს ყველაფერი შენი აზრით რამდენად ამას
უყურებს მოსახლეობა, ამას უყურებს ხალხი, ამას უყურებს როგორც ჩვენი მხარდამჭერები, ესევე უყურებენ ოპონენტებიც, იმიტომ რომ ეს აზრთა ჭიდილია, არგუმენტების ჭიდილია, საინფორმაციო ველი ძალიან გახსნილია უამრავი ტელევიზია და მედია საშუალება და ისმენენ ამ არგუმენტებს. მაგრამ მე არავინ აღარ ლაპარაკობს ოპონენტები იმაზე, რომ თავარი მიზეზი რის გამოც ხალხი აღარც პროტესტს უჭერს ხარც, არც უსწავლზე გამოჩ. აი რო აწარმოიდგინო ამ აბსოლუტურად ოპოზიციური ამორჩეველიც კი იქაც კვლევა ხო ჩაატარეს, ისიც კი გაყოფილი და ფრაგმენტირებული არის, უნდა დაუჭირონ ბოიკოტს მხარი თუ არ უნდა დაუჭირონ. მთელი მათი პოლიტიკური ელიტა ლაპარაკობს, რომ ბოიკოტი არის ერთ-ერთი სწორი გზა, აი ეს სიგიჟე, ხო? მიუხედავად აი ამ, ესე ვთქვათ, პროპაგანდისა, რომელსაც შიგნით ეწევიან, მაინც ოპოზიციური ელექტორატის ნახევარი მინიმუმ ლაპარაკობს, რომ სისულელია ეს ბოიკოტი და პირიქით ჯობია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც ნიშნავს, რომ რაციონალურ არგუმენტებს მათ შორის რაღაცა ჩვენი მხრიდან ისინი ისმენენ რეალურად. ანუ როგორი აღქმა გაქვს შენ ადამიანებზე, მოსახლეობაზე, ყველანაირ ხალხზე, აი ეს არგუმენტები, რაც ჩვენ ლაპარაკობთ ომთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, იმ სურათ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც სოფლიოშია და იმ გეოპოლიტიკურ მდგენელებთან, კავკასიაში რაც ხდება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში, უკრაინის ომში, სადაც უკვე პრაქტიკულად შეცვლილი არის ვითარება, ბალტიისპირეთზე ჩვენ უხსნით, რომ ეს არის დიდი თამაშის ნაწილი და შენი პაიკად გამოყენება უნდათ, რამდენად ესმის ეს ადამიანებს და რამდენად განაპირობებს ეს მათ არჩევანს და რამდენად ეს არჩევანი უკვე აისახება აი ამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე, რომელსაც მხოლოდ მუნიციპალური განზომილება ეხლა არ აქვს. ამ შედეგმა ეს შედეგი გარკვეულწილად გაამყარებს, იქნება ერთგვარი დიდი სოციოლოგიური გამოკითხვაც რა ის პროპორცია რაც იქ გამოჩნდება. თუ რას ფიქრობენ ხალხი, ანუ რა მოლოდინი გაქვს შენ, რა არჩევანს გეტყვი. მე არა მხოლოდ მოლოდინი და არა, ზუსტად გეტყვი რაც არის. ჩვენ წინა საარჩევნო საპარლამენტო არჩევნების დროს რო ქონდა შეხვედრები რეგიონში, მაგალითად, ჩემს მაგალითზე წალენჭიხაში 14 თემი და რაიონული ცენტრი და შემდეგ, სადაც ჩავდიოდით. ოპოზიციური მუნიციპალიტეტი ხო წალენჭიხი, ხო? კოალიციური მართლა რაღაც სიგიჟე მოიგონეს რაღაცა. აი ამ მუნიციპალიტეტშიც სადაც ჩავდიოდით. დაახლოებით, ესე იგი 22 უბანია სულ მთლიანად. ნახევარზე მეტი სულ მათი იყო ისტორიულად და იგებდნენ. აი ამ 22 უბანში მოვიგეთ. ეს რას ნიშნავს? რომ იმ ხალხმა გაიაზრა, რომ ამათთან დგომა სირცხვილია. ამათთან დგომა ნიშნავს ქაოსს. ამათთან დგომა ნიშნავს უსამშობლობას. ამათთან დგომა ნიშნავს უღმერთობას. ამათთან დგომა ნიშნავს, რომ შენ ეროვნული ღირებულებებს ხაზი უნდა გადაუსვა. ამიტომ შემოტრიალდა. ამიტომაც გავიმარჯვეთ იქ 22 უბანში. და როდესაც ეს ოპოზიციურ წალენჭიხაში მოხდა, მე წარმოდგენილი მაქვს ხა დანარჩენ საქართველოშიც რა იქნება. ამიტომ ქართველი ხალხი ბრძენია. რა თქმა უნდა, კარგად ესმით, რომ იდეალურები არ ვართ. შეცდომები ძალიან ბევრი გვაქვს. ხარვეზები ურთიერთობაში შეიძლება რომელიღაც რეგიონში ისევ ის პოლიციელი ძალადობს ვიღაცაზე. შეიძლება იქ კიდე კორუფცია იყო და ჩვენ ნახეთ, ხო, რა ხდება და როგორ. მაგრამ თავარი რა არის, რომ არის სახელმწიფო, რომელიც ებრძვის ამას. და კარგად იცია, რომ სადაც მივაგნებთ იმას ყველგან, აი ასე ქეჩოში მოვკიდებთ ხელს. ამიტომ თავარი რა არის, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ, რომ აი ამ სოფლიო გადანაწილებაში ჩვენი ქვეყანა გადაურჩა და ეს პროცესი არ არის დამთავრებული. აგერ შეიარაღება მიდის გამალებული. აგერ ახალი შეიარაღება ევროკავშირისთვის თითოეული ბიუჯეტიდან 15% უნდა დადონ, GDP-ის 5% იგივეა და აქეთ რუსეთი, რომელსაც თავისი იმპერიული ზრახვები აქვს და თავისი ინტერესები აქვს. აი ამ იმაში აგერ აზერბაიჯანში, სომხეთში რა ხდება, ხო? 7 წყნარი ის აგერ ერთ წამში შეიძლება აფეთქდეს. და ამ მოცემულობაში აი ამ უსამშობლებს უნდა ჩაუგდოთ ქვეყანა, ეს კარგად აქვს გააზრებული ჩვენს მოქალაქეებს, რომ გამორიცხულია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს მიდგომა ქართველი ხალხის კარგად იციან ამ უსამშობლებს. ამიტომაც არის, რომ ქართულ ხალხთან კი არ მიდიან სალაპარაკოდ. დაფრინავენ უცხოეთში, რომ ახალი დირექტივები მიიღონ და იმას ეუბნებიან, აბა დაასანქცირე, აბა უვიზორე, აბა შეუწყვიტე. კალასის გადასაწყვეტი რო ყოფილიყო, ჩვენ ვიზა გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა. დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მაგრამ იქ არიან სახელმწიფოები, ვინც ადეკვატურად მეტყველებენ, ადეკვატურად ფიქრობენ, რომ საქართველოს არ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ მშვიდობას იცავენ. საქართველოს არ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ თავიანთ ეროვნულ ღირებულებებს იცავენ. ბევრია ასეთი. ესე იგი, გონია რომ აგვისტოში პრაგმატულად იაზრონებს ევროკავშირი
და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები და ამას არ გავატარებთ. და ამას ბოლომდე დავიწყებთ. ყველა გადაცემაში ამ რაღაცა ბრიფულ სენტენციას, რომ არსებობს ისტორიის სწორი და არასწორი მხარე და ამგვარად დანახულ საერთოდ პერსპექტივას, ხო, უაკრიტიკებთ ხოლმე, მაგრამ ეხლა რაც შენ აღწერე, თუ კი რამე წერია ჩვენი ისტორიის წიგნში, ყოველთვის გაკიცხულა ის ფიგურა, რომელსაც გარე ძალით უცდია ქვეყნის შიგნით რაღაცის შეცვლა, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მდგენელი ჩვენი წარსულის და ჩვენი ისტორიის და მარტო ამ მაგალითის გამო ვერ ექნება ასეთ მიდგომას რაიმე წარმატება ქვეყანაში, ან აუცილებლად თუ რამე წარმატება ექნება, აუცილებლად უარეს გამოიწვევს, რომელი მაგალითიც ბევრი გვაქვს. მადლობა ირაკლის სტუმრობისთვის, ამ საინტერესო ეთერისთვის, ამ ისტორიულ დღეს, რომელთაც ჩვენ რაღაც ვაჯამებთ, ზუსტად 2 თვე არჩევნებამდე დარჩენილი. პრაქტიკულად ეხლა დაიწყება საარჩევნო აქტიური კამპანია, ქართული ოცნების გზა გამოკვეთილია. ისინი ჩვენ გამარჯვების მოლოდინში იქნება წარმართული ეს საარჩევნო კამპანია, ნახოთ რას გადაწყვეტს ოპოზიცია, ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ კვირამდე. დიდი მადლობა.